მინდა მოგიყვეთ რამდენიმე ამბავი, რაც მე პირადად გადამხდა თავს და რაც აჩვენებს ჩემი გადასახედით, რომ ფსიქოშემეცნება არის ადამიანის ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი. ასევე ზუსტად აი ამ თავგადასავლებიდან გამომდინარე, რასაც ახლა გაგიზიარებთ ჩემი ცხოვრებიდან, გადავწყვიტე, რომ შემექმნა მოკლე ფსიქოშემეცნებითი კურსი მათთვის, ვისაც შეიძლება არ უნდა რომ ფსიქოლოგიაში პროფესიონალად ჩამოყალიბდეს და ასევე არ აქვს რაიმე ისეთი გამოკვეთილი ჩივილი, რომ პირობითად თერაპიაზე იაროს, მაგრამ ამავდროულად ამ ადამიანებს შესაძლოა უნდათ და სურთ, რომ მათი ცხოვრების ხარისხი გაუმჯობესდეს და რაღაც ისეთი მნიშვნელოვანი ცოდნა შეიძინონ ფსიქოლოგიაში, რაც გამოადგებათ, ცხოვრებაში გამოადგებათ, რომ იცხოვრონ უფრო სისხლსავსე ცხოვრებით და თავიდან აირიდონ სხვათა შორის რისკები. ეხლა მოგიყვებით ორ ამბავს, რომელიც მე შემემთხვა პირადად, მაშინ, როდესაც ჯერ ფსიქოლოგია მაინტერესებდა მხოლოდ შორიდან, ვეცნობოდი რაღაც თეორიულ მასალას, წიგნებიც მქონდა ბევრი წაკითხული, რაღაც ლექციებსაც უსმენდი, მაგრამ პრაქტიკულად არაფერი მქონდა ჩემს თავზე გამოცდილი. მე ვთვლი, რომ ცოდნასთან ერთად უმთავრესი არის პრაქტიკა. აი ხა მაგალითად ინტერნეტში ვრცელდება არაჩვეულებრივი ინფორმაცია, რა არის ტრავმა, როგორ ხდება ტრავმის დამუშავება, როგორ მოქმედებს ტრავმა ჩვენს ცხოვრებაზე, ასევე ვრცელდება ინფორმაცია, თქვათ, რა არის დაცვის მექანიზმი, როგორ დაცვის მექანიზმში შეიძლება ადამიანი აიხლართოს და კონდეს პრობლემები ცხოვრებაში და ასე შემდეგ, მაგრამ რაც არ უნდა თეორიულად ეს ისმინოთ და დიდი ცოდნაც შეიძინოთ, მანავ პრაქტიკულ, ასე ვთქვათ, ფსიქოლოგიურ ექსპერიმენტებში, რასაც გეშტალტ თერაპია უხვად გვთავაზობს, როგორც სასწავლო, ისე თერაპიულ პროცესებში, ეს არ არის. ამიტომაც, ვინაიდან ეს საკმარისი არ არის, Everyway, პლატფორმა Everyway, რომელიც მე დავაფუძნე, შექმნა ფსიქოშემეცნებითი კურსი, სპეციალურად ისეთი, რომ იყოს თეორიული მასალაც და იყოს პრაქტიკული სავარჯიშოებიც. კაი, ეხლა გადავალ ამბავზე, რაც მინდა გაგიზიაროთ, რაც შემემთხვა მაშინ, როდესაც მე არ მქონდა ჩემი თავის შესახებ ფსიქოშემეცნებითი ცოდნა, ანუ წარმოდგენა არ მქონდა, თქვათ, რა იყო ჩემი დაცვის მექანიზმი. ეხლა დღეს ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, საკმაოდ დაკვირვებული ვარ ჩემს წამყვან დაცვის მექანიზმს. თუმცა თვითონ დაცვის მექანიზმის შესწავლა და მის, ასე ვთქვათ, მასთან კრეატიული გამკლავება და გადალახვა შესაძლებელია ფსიქოშემეცნებით კურსზე, რომელიც სულ რაღაც ერთი თვე და ერთი კვირა გრძელდება, არის 10 შეხვედრა. ამ 10 შეხვედრაზე ყველა ის ადამიანი, ვინც დაესწრება ამ კურსს, გაიცნობს საკუთარ შინაგან სტრუქტურას, აუცილებლად აღმოაჩენს თავის წამყვან დაცვის მექანიზმს და ასევე აღმოაჩენს მასთან, ასე ვთქვათ, კრეატიულად გამკლავების, მისი გადალახვის სხვადასხვა სტრატეგიას, მის უნიკალურ პირად სტრატეგიას. ეხლა მე რა შემემთხვა? მოკლედ, სადღაცა 25 წლის რო ვიყავი, გუშინ სტატუსიც დავპოსტე ამაზე, მაგრამ ეხლა მეტ დეტალებში შევალ. მოკლედ, გავხდი ცუდად, მომცა სიცხე, ვიფიქრე, რომ მქონდა ვირუსი, ჩავწექი, დავიწყე ჩვეულებრივად ჩაისმა, ვკითხულობ წიგნებს, უყურებ ფილმებს, მოკლედ, კაი დროს ვატარებ. მაგრამ ერთი უცნაური ის არის, რომ სიცხე როგორც კი დამიწევს, დამწევის ფონზე, ისევ ამიწევს 4 საათის მერე. ისევ დავლევ დამიწევს, ისევ ამიწევს და ეს როგორ გითხრათ, ჩემი წამყვანი დაცვის მექანიზმი აქ უკვე ვლინდება, რომ მე ეხლა ვამბობ, რომ ეს უცნაურია და ეხლა ვამჩნევ. მაგრამ იქ და იმჟამად არ მივაქციე ამას ყურადღება. რა მოხდა ეხლა? ამიწევს, ვირუსია. აი ესე შევხედე. მერე გაგრძელდა ეს ამბავი 5 დღე გავიდა. ეგ ამბავი ვიცოდი, რომ 5 დღის მერე წესით ვირუსმა უნდა გაგიაროს, მაგრამ არ გადის ეს ვირუსი და მეც მკიდია. ნახეთ, აქაც დაცვის მექანიზმი ჟღერს. ანუ თავს არ გძნობ ძალიან ცუდად, ვახველებ ბევრს, მაქვს მაღალი სიცხე, ესეც ხო უცნაურია. რომ ამხელა სიცხე მაქვს, ასე ვახველებ, ღამე ვეღარ ვიძინებ, ზურგზე ვეღარ წვევი და არ ვარ ცუდად, რავი, კარგად ვარ. ნახე? ხო, კარგად მახსოვს ეს როგორ მუშაობს, ხო, იმიტომ რომ დღესაც ვატარებ მე ამ დაცვის მექანიზმს, არავინ იფიქროთ, რომ დაცვის მექანიზმი ქრება. ერთადერთი რაც ხდება, შენ მას ამჩნევ და უკვე შეგიძლია, რომ ვინაიდან ის უკვე მოიაზრე და დაინახე, როგორ მოქმედებს, შეგიძლია შენი მოქმედება მას ბრმად არ დაუქვემდებარო და შეგიძლია უფრო თავისუფლად, ასე ვთქვათ, შენი გადაწყვეტილების მიხედვით
შეასრულო შენი მოქმედება და წაიყვანო შენი ცხოვრება და არა ისე რომ შენ მას ვერც კი ამჩნევ. დაცვის მექანიზმს ადამიანი ვერ ამჩნევს თუ ის არ გაცნობიერდა, ხო? მე ახლა ვამჩნევ, აი ხაც მაგალითად რომ გავიცინე იმაზე რომ ესე იგი მაღალ სიცხეს ვითმენდი 8 დღე, გამეცინა, ნახეთ, ის აქ არის ისევ ჩემი დაცვა. მაგრამ მე მას ახლა კარგად ვამჩნევ და შენობით ვესაუბრები. ეს ისე სიმბოლურად რომ წარმოიდგინოთ, ხო და გავიდა მოკეთ 7-8 დღე, 40-ზე ამდის სიცხე, მე არ მაქვს საუბარი 38-ზე, 40-ზე. 40 და რაღაც, 40 და 1, 40 და 2 ხაზი დავიგდებ, 4 საათის მერე ავა ისე 40 და რაღაც, ვახველებ, ნუ რაღაცა საოცრება ხდება და ვეჩეტავები მეგობრებს და ერთ-ერთმა მეგობარმა იცოდა რომ ეს სიცხე მაქვს და მახველებს და ეს 7-8 დღე რო გავიდა და მივწერე, ისევ მახველებს, ისევ სიცხე მაქვს მეთქი. იმან იქიდან დატეხა პანიკა და მომწერა რომ ეხლავე გამოიძახე სასწრაფო და ვაიმე და რაღაც მოკვდები, ვაი, ატეხა ერთი ამბავი და მე ისევ ვიცინი ვარ და ვეუბნები რა სისულელია კაცო, ვირუსი მაქვს, არაფერი არ არის მეთქი. ესეც დაცვის მექანიზმია, ეხლა რაც თქვი. მაგრამ ისეთი პანიკა ამიტეხა ნახეთ და იმ ჩემს მეგობარს არ აქვს ეს დაცვა. მას აქვს არაჩვეულებრივი უნარი რომ აღიქვას, დაინახოს. ეს როგორ გითხრა, იგნორირებასა და დანახვას შორის ისეთი საინტერესო ურთიერთობა არსებობს. ნახეთ, დანახვა ზოგჯერ ჩვენ შეგვიძლია გარეთ, მაგრამ არ შეგვიძლია საკუთარ თავში. ერთ-ერთი ვარიანტია ამ დაცვის მექანიზმის. ან შეგვიძლია დავინახოთ საკუთარი თავი ხოლმე კი, მაგრამ გარეთ ვერ ვხედავთ და ასე შემდეგ რა. ეს ხო ხვდებით, ახლა სიმბოლურ დანახვაზე მაქვს საუბარი. ხო და დავრეკე სასწრაფოში მოვიდნენ გამსინჯეს მეუბნებიან რომ ფილტვების ანთება გაქვს. მე ვთხარი არ მჯერა მეთქი რა, კარგად ვარ თქო და ისევ გავიცინე. ხო, მაგრამ ნუ ეხლა რომ მითხეს რომ ფილტვების ანთება გაქვს, გადავწყვიტე რომ ჩემს ექიმთან წავსულიყავი, რომელსაც ვენდობოდი. ჩემ ფეხით წავედი, გზაში ვახველე რაღაცების, ეს მივედი. ოღონდ ენერგიაზე ვარ რა. აი ეს არის აქ მნიშვნელოვანი. ხო და რომ მივედი ამ ექიმთან გამსინჯა და გამომიწერა სუმამედი. ნუ ეხლა სუმამედი არის ყველაზე ძლიერი ანტიბიოტიკი ერთ-ერთი, რაც არსებობს, ფართო სპექტრის და ძლიერი, აი არ ტყავს ორგანიზმს და კარგია, ცუდია, ყველაფერს ხოცავს, ეგეთია. ნუ სამწუხაროდ დამჭირდა ეს და დავლიე. და წამოვედი ისე მხიარული სახით, სახში მოვედი. ხო და ექიმა გამაფრთხილა ძალიან მკაცრად რომ ხვალ დამირეკეო და მითხარი როგორ იქნებიო და დაურეკე და ნუ უკეთესად ვიყავი რა. სუმამედი დავლიე თუ არა იმ ღამეს შევძელი რომ დამეძინა. ისე ძალიან აღარ მახველებდა და მოკლედ მეგობრებო, 5 დღის მერე გადამოწმებაზე რომ მივედი, ექიმმა მითხრა რომ მე არ დაგაპანიკეო და აღარ გითხარი არაფერიო, მაგრამ პირველად რომ მოხვედიო, ფილტვები დახშული გქონდაო და სტვენდიო და ვიფიქრეო რომ ამას ახლა სამონტყოფოში დავაწვენ ეხლავეო. და ერთადერთი რის გამოც არ დაგაწვინა იყო რომ იყავი ენერგიაზეო. და ვიფიქრეო რომ როგორ ჩანს რესურსი არის ორგანიზმში რომ იბრძოლოს. ესე იგი წარმოიდგინეთ რა დონეზე შევძელი რომ დამეიგნორებინა ჩემი საკუთარი ჯანმრთელობა და ჩემი საკუთარი სიმპტომატიკა. ეს არის ჩემი ერთ-ერთი ბავშვობიდან გამომდინარე წამყვანი დაცვის მექანიზმი, იმიტომ რომ ბავშვობაში ხშირად ვიყავი ავად და იმის გამო რომ ასე გამუდმებით ავად ვიყავი, ძალიან ვისწავლე მოთმენა ავადმყოფობის და ნუ ეხა ბავშვი როცა ვიყავი, რა თქმა უნდა, მშობლები მივლიდნენ. აი ეს ხან ანგინა მქონდა, ხან ფილტვების ანთება მქონდა, ხან რაღაც, არ ვიცი, ნაღლის ბუშტის შეტევა მქონდა და ისე მივეჩვი ამ სიმპტომების თმენას. რომ მე თვითონ აღარ ვაქცევდი ყურადღებას და ვერთობოდი მაინც ბავშვი ესეა ხო, აბა რა ვქნა ეხა სულ მაგაზე ხო არ ვიფიქრებ რომ სიცხე მაქვს და ის 7 წლის რო ვარ. და ნუ ისინი ფიქრობდნენ ჩემს ნაცვლად ნახე და ჩამომიყალიბდა ეს დაცვის მექანიზმი რომ მე თუ რამე მაწუხებს, ან რამე სიმპტომი მაქვს. ამაზე როგორ გითხრა, გათიშულია ჩემი ცხადგრძნობა, თუ მე ის ნებაყოფლობით არ ჩავრთე და იმის ნაცვლად რომ ვიგრძნო, შემიძლია რომ გავიდე, აი და განზე ვიყო და საერთოდ დავივიწყო რომ რამე მტკივა. ნუ პრინციპში ბავშვობაში სხვა გამოსავალი არც აქვს ადამიანს. ამას ყველა ბავშვი ახერხებს. უბრალოდ ჩემთან საკმაოდ დიდი დოზა იყო და ეს დამიტოვა. ნუ მოკლედ 5 დღის მერე აღმოჩნდა რომ ყველაფერი კარგად წავიდა, გამოვჯამრთელდი. ნუ ეს ძალიან ისეთი ანტიბიოტიკი დამჭირდა. არის ვარიანტი რომ დასაწყისში რომ ისულიყავი, შეიძლება ბრონქიტზე გამეჩერებინა პროცესი და ფილტვების ანთებაში აღარ გადასულიყო. მაგრამ ნუ აი ჩემი ეს თვითიგნორის მაღალი დოზით, რა თქმა უნდა, ეს ვერ მოვახერხე.
მინდა გითხრათ, რომ არა ის მეგობარი, რომელიც დაპანიკდა ჩემთან ლაპარაკის დროს და ამიწია ერთი ამბავი და ნახეთ ეს როგორ გავს იმას, რომ მშობლები მივლიდნენ. ძალიან გავს, ნახე. მე 25 წლის ასაკში ჯერ კიდე არ მქონდა ჩასმული ჩემ თავზე სრულყოფილი ზრუნვა, იმიტომ რომ ზემზრუნველი მშობელი მყავდა, განსაკუთრებით დედა. რომელიც აი პატარა, არ ვიცი, დაცემინებაზე თუ პატარა რაღაც ჩხილის წამოტკიებაზე ის მივლიდა მთლიანად, რაც ზალი და ღონე ქონდა, მთელ თავის ენერგიას ხარჯავდა, იმიტომ ძალიან უყვარვარ და აქედან გამომდინარე მე მოვდუნდი ბავშვობაში. ნუ ახლა რა მაცემინებს თუ რა არის, მე არაფერში არ ჭირდება ეს ინფორმაცია თქო რა. ესე ისწავლა ჩემმა ფსიქიკამ. აგერ არ არის დედა ჩემი ის მომხედავს. და აქაც გამოვიდა რომ არა ის ადამიანი, ვინც მე პანიკა ამიტეხა, მე არ გრძნობდი თავს ცუდად, ნახე, ეს რეალობაა, ეს იყო ჩემი რეალობა. იმიტომ რომ ვაიგნორებდი კარგად ცუდად ყოფნას და მშვენივრად გრძნობდი თავს. რესურსი რომ კიდევ მეთმინა, ანუ ჩემი დაცვის მექანიზმის რესურსი არ იყო ამოწურული. სამაგეროდ ჩემი სხეული წურავდა რესურსებს უკვე. ხო? აქედან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანია სხეულისა და ფსიქიკის კავშირი იყოს კარგი, არ იყოს მყიფე. ანუ ეს ფსიქოშემეცნებითი კურსი, რომელსაც მე გთავაზობთ, რომ გაიაროთ, სულ არის 10 შეხვედრა, ჯამში ჯდება 800 ლარი. მაგრამ ეს 800 ლარი და ეს 10 შეხვედრა არის შესაძლოა აი ესეთი კრიტიკული სიტუაციებიდან გამომყვანი, როგორც მე ახლა აღწერე. და ესეთი კრიტიკული სიტუაციები მარტო ჯანმრთელობაზე არ არის, ურთიერთობებშიც არის, იქ სამსახურში არის, კარიერაში არის. ეხლა კიდე მოგიყვებით ერთს, რომელიც ესეთ რისკს არ შეიცავს, მაგრამ ტრაგიკულია. საკმაოდ ტრაგიკულია, ეს ჩემი ისტორიაა. ნახეთ, მე ძალიან მიყვარდა ბავშვობაში ველოსიპედზე ჯდომა და ერთი დაჯდომით ვისწავლე, აი 7 წლის ვიყავი. გაუსხლტი რაღაცნაირად დედა ჩემის ყურადღებას თუ იმას, რომელსაც ძალიან ეშინოდა, რომ მე ველოსიპედიდან გადმოვარდები და თავპირს დავილეწავ. ამას რაღაცნაირად გამოუსხლტი და ვიცოდი, რომ დრო ცოტა მაქვს, დავინახე ველოსიპედი, დავჯექი და გავატარე. იმიტომ რომ მე ვიცოდი, რომ აი ახლა თუ არ გავატარებ, დრო არ მექნება, რომ ვიწვალო და ისა და ეს, მიხვდი? და 7 წლის ასაკში, ანუ იმხელა სიყვარული მქონდა, რომ აი ვეცი ველოსიპედს და გავატარე და ეგრე ვისწავლე. ერთი დაჯდომით. და მას მერე სულ ნადირობდი თუ ვინმეს ქონდა ველოსიპედი და რაღაცნაირად მოვიგდებდი 5 წუთს, ისე რომ დედაჩემს არ ეყურებინა, ვჯდებოდი და მე ახლა რომ წავიდოდი, რას გამომეკიდებოდა, ხო? ამიტომაც, ველოსიპედი იყო ჩემი ბავშვობის უდიდესი სიყვარული, აი ძალიან დიდი. მაგრამ ნელ-ნელა იქიდან გამომდინარე, რომ განმივითარდა უკვე დაცვის მექანიზმები, ასაკთან ერთად მოდის ეს. გარდატეხის ასაკში უკვე დაცვის მექანიზმები პრინციპში ყველა ჩამოყალიბებულია, მათ შორის, რა თქმა უნდა, წამყვანი მსხვილად არის ჩამოყალიბებული და ის დანარჩენი ყველა დაცვის მექანიზმს იყენებს ყველა ადამიანის ფსიქიკა პლუს მინუს, მაგრამ აი წამყვანი ერთია ხოლმე, ან ორი. ხო და ჩამომიყალიბდა ეს წამყვანი სისტემა უკვე და როგორ გითხრათ, მე შევხვდი ჩემს პირველ ქმარს, შეგვიყვარდა ერთმანეთი, იქ რაღაც სასიყვარულო ისტორიები წავიდა, მე გავყევით ცოლად, მე ყოლა პირველი შვილი, მე ყოლა მეორე შვილი, თან მუშაობ, თან სწავლობ, რაღაც აი როგორ გითხრათ რა, ხო და ესეც სადღაცა 25-26 წლის ასაკში მოხდა, ეხლა რასაც გაგიზიარებთ. ოღონდ უფრო ადრე. ცოტა უფრო ადრე, 24 ან 23, ესე 23-24-ის ვარ. მივდივარ ქუჩაში, პარიზში ვარ, სასწავლებლად ვიყავი წასული და დავინახე, რომ ქირავდება ველოსიპედები. აი, აწყვია რა, ხო და მეთქი, აბა თუ მახსოვს, აი თქვენ წარმოიდგინეთ, რომ სადღაცა 24 თუ 25 წლის ვარ მანდ. უფრო 24-ის და სადღაც აი 10-11 წლის ასაკის მერე ველოსიპედზე არ მჯდარვარ. 10 წელზე მეტია ხო მართალი? 10-12 წელია. ნახეთ, ველოსიპედზე არ მჯდარვარ. რამდენი ხანია 18-ის გავხდი და რამდენი ხანია დამოუკიდებელი ვარ და აღარავინ მეუბნება რომ ველოსიპედზე არ დაჯდეო, მაგრამ ჩემი დაცვის მექანიზმიდან გამომდინარე მე უკვე დავიწყებული მაქვს, მე უკვე დაიგნორებული მაქვს ის რაც მიყვარს. და ეხა პარიზში ძალიან
ასე ვთქვათ, არეკლამებენ და ცდილობენ, რომ ტრენდული იყოს ეს ველოსიპედი, იმიტომ რომ ხალხი რაც უფრო ველოსიპედით ივლის, უფრო ჯანსაღიც იქნება, ქუჩები ნაკლებად ჩაიკეტება, არ ბინძურდება ჰაერი და ასე შემდეგ და ძალიან მოდაშია რა და პოლიტიკოსებიც კი ველოსიპედით დადიან ზოგჯერ ევროპის ქვეყნებში, ხო და ძალიან ყველა მხარეს თვალში გეჭხირება, ნახეთ, ძნელია რომ დააიგნორო, ხო და ავედი, რისკიანი ადამიანი ვარ სხვათა შორის, ის რომ 12 წელი არ მჯდარ, ეგ ვერ გამაჩერები და ჩემი მთელი ამბავი არის, რომ დავინახო რა მინდა. თუ დავინახე, მე მოქმედება არ მიჭირს. არის სხვა დაცვის მექანიზმი, რომელსაც მოქმედება უჭირს, ხედავს ყველაფერს, მაგრამ გაჩერებულია. და ასე შემდეგ, რა ეს საერთოდ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანმა ეს საკუთარ თავზე იცოდეს რა, ძალიან. ვერც წარმოიდგენთ, რამდენად მნიშვნელოვანია. ხო და მივედი ვიქირავე ეს ველოსიპედი აღარ მაქვს 5 евро ღირდა თუ 6 евро 1 საათი დავჯექი მეგობრებო პარკში შევიყვანე იმიტომ რომ ქუჩაში მაინც შემეშინდა რომ თუ არ მახსოვს რამეს არ შევასკდევეთქი და მართლაც ხვირპირი არ დავილეწო და პირველი დაждდომა დავჯექი პარკში ვერც წარმოიდგენთ რა შეგრძნებები დამეუფლა ეს იყო საოცრება აი ვერც ერთი ნარკოტიკი და ვერაფერი ამას ვერ იზავდა იცი რომ ჩამოვედი ველოსიპედიდან ესე იგი მუცელში მქონდა რაღაცა სიამოვნების სიგრილის აი ნაკადების ესეთი ენერგიის მოზღვავება სუბუქად ვიყავი ბედნიერი რაღაცა საოცარი ჰორმონალური ის მოხდა ცვლილება როდესაც დავჯექი და გავატარე ველოსიპედი ანუ ნახეთ რა ვქენი როგორც იქნა დავინახე რა მინდოდა და ზუსტად უპასუხეთ ჩემს ავთენტურ სურვილს რომელიც შევიკავე 12 წელი და 12 წელი, როდესაც ადამიანი აკავებს იმას, რაც მას ძალიან უნდა და ხო ხვდებით, რომ ეს მხოლოდ ველოსიპედი ვერ იქნება. ეს არ არის მხოლოდ ველოსიპედი. ველოსიპედი გამოვლინებაა ერთ-ერთი ჩემი დაცვის მექანიზმის შედეგისა, რომ დავაიგნორე. თორე ღმერთმა უწყის კიდე მე დღემდე ვიკვლევ, რას ვაიგნორებ ჩემ თავში და რა ძალიან მნიშვნელოვან და ავთენტურ საჭიროებებს და მოთხოვნილებებს ვერ ვხედავ. ეს მთელი ცხოვრების გზა არის. მაგრამ ფაქტია, რომ დავფრინავდი იმ ველოსიპედიდან რომ ჩამოვედი ისეთი შეგრძნებები მქონდა ვერც წარმოიდგენთ და აი ეს არის ძალიან ტრაგიკული რომ შეიძლება თითოეული ადამიანი ახლა ვინც მისმენთ და ვისაც აქვს ეს დაცვის მექანიზმი რაც მე ახლა აღწერე აი შესაძლოა ცხვირწინ არის რაც თქვენ ძალიან გაგაბედნიერებთ რა აი აქვე აი მაგიდაზე აწყვი არ ვიცი აი ჩემი მაგიდა არის რაზეც მუშაობ ხო რაღაცები დევს აქ და შეიძლება აქტებს რაღაც, რომელიც არის ჩემთვის ძალიან მიმზიდველი და დიდი ბედნიერების მომდანი. მაგრამ მე თუ დეფლექსირებ ტერმინი რო გამოვიყენო, შეიძლება ვერ ვხედავდე მას. და შეიძლება 10 წელი, 20 წელი, ვაფშე მთელი ცხოვრება გავიდეს ესე, რომ ჩემი წამყვანი დაცვის მექანიზმი რო არ ვიცი და ის არაცნობიერია. ეს თქვენ გონიათ მე ძალით უქენი ჩემ თავს რო ველოსიპედზე არ დავჯექი ან ძალით გავუკეთე ჩემ თავს რო ფილტვების ანთება ვათმენინე? და კიდე გაგიზიარებთ 1-2 ამბავს ამ საკითხზე მე. ველოსიპედი როგორ მიყვარდა? ველოსიპედის გამო ბავშვობაში ხედავდი ფრენის სიზმრებს. ზოგჯერ ველოსიპედითვე დავფრინავდი სიზმარში. აუ რა მაგარია ია. აი ველოსიპედით სიზმარში მართლა არ მიფრენია, მაგრამ აი იქიდან რომ ჩამოვედი პირველად რომ დავჯექი 12 წლის მერე მართლა დავფრინავდი. ვერავინ ვერ დამარწმუნებს რომ ეგ ფრენა არისო, რასაც მე ვაკეთებდი მაშინ. ხო. ასე რომ ეს ეხება ასევე ადამიანურ ურთიერთობებს. ნახე ძალიან ხშირად, ვისაც აქვს, ეხლა ეს დეფლექსია ტერმინი, რაც ვახსენე, ანუ დაიგნორება საკუთარი თავის, ან შეიძლება გარეთ აიგნორებდეს ადამიანი რაღაცას. ესეც მომსვლია და მიქნია, ძირითადად ვაიგნორებ ხოლმე გარეთ საფრთხეს. ეს ჩასმული მაქვს ესეც. თუმცა ეხლა ეს რო ვიცი უკვე და თუ რაღაც ისეთ სიტუაციაში მივდივარ, სადაც ვიცი რომ ოდნავ დაძაბულობა იქნება. ნახე, როდის აქტიურდება ეს დაცვის მექანიზმები, პატარა დაძაბულობა მოვა და ეგრევე მოდის ეს დაცვა, ხო? ამიტომ ქვია დაცვის მექანიზმი. ამიტომ უფრო კონცენტრირდები ხოლმე და ვაკვირდები. ცდილობ რომ თვალები ფართოდ გავახილო ესე და მინდა გითხრათ რომ რა უცნაური თვისება აქვს იცით დაცვის მექანიზმს რომ მარტო ეს კი არა რომ აი თუ აღვიქვი
გადავლახე და ეხა სიტყვაზე უკეთ შემიძლია აღვიქვა და ვიგრძნო, იმიტომ რომ ნებაყოფლობით ვაკვირდები რა მინდა. და იცით რა როგორ მიჭირს დღემდე? აი დაახლოებით 3-4 წუთი მჭირდება კონცენტრაცია ჩემს თავზე, მოდის დაბნეულობა სრული, პირველი შრე რაც არის, აი წარმოდგენა არ მაქვს ხოლმე რა მინდა, ჯერ ეს. მერე შემოვა სხეულებრივი შეგრძნებები, არ ვიცი. დაძაბული ვარ თუ არა, ეს უკვე გამიადვილდა წლებთან ერთად. ადრე ესეც ძალიან ძნელი იყო, რომ მეგრძნო უბრალოდ მცივა თუ მცხელა, ან კუნთები დაჭიმულია თუ მოდუნებულია, ან ვღელავ თუ მშვიდა თუ არა, ესეც მიჭირდა, მაგრამ ამას უკვე კარგად ვარ მოჭიდებული. და აი ამასთან რომ დავრჩები, მე ამოტივტივდება ხოლმე რა მინდა. ოღონდ როგორ ამოტივტივდება, იცი, აი ზუსტად ვიცი რა მინდა. აი გრძნობ რომ მინდა რა, რაღაც, ან არ მინდა პირობითად, ხო? აი ეს არის რომ იმ მომენტში გადავლახე დეფლექსია, იმიტომ რომ დეფლექსიაში ვარ, დარწმუნებულობა რომ რა მინდა, ძალიან ძნელია. არ მოდის ეს. ძალიან ბევრი ადამიანი დადის დაბნეული თუ დააკვირდებით, რომ არ ვიცი რა მინდა, რავი, ესეც მინდა, ისიც მინდა, აი ამას გავაკეთებ და მე არ ვიცი, არ მინდა, მე რაღაც აღმოჩნდება რომ არ მსიამოვნებს, ან იმან მითხრა რომ ეს კარგი იქნება შენთვისო და ვაკეთებ, მაგრამ ვერ ვგრძნობ ვერაფერს და ესეთი დაბნეულობა არის ხოლმე, იმიტომ რომ დეფლექსირებულია საკუთარი თავი და თუ დეფლექსირებულია დარწმუნებულობაზე და თავდაჯერებაზე რა მინდა ვერ გავდივარ და ეს არის ძალიან გულწრფელი ასე ვთქვათ ფიდბექი, როცა ადამიანი ამბობს, რომ აი ვერ ვიგებ რა მინდა. ძალიან გულწრფელია ამ დროს. უბრალოდ ვისაც დეფლექსია არ აქვს, იმას შეიძლება ძალიან გაუკვირდეს, რომ როგორ არიცი კაცო. შენ თავი არიცი რა გინდა, მაგრამ დამიჯერეთ რომ შესაძლებელია. ეხლა რა აქვს ამას ამ მონეტას მეორე მხარე? აი დაცვის მექანიზმის ცოდნა მარტო იმიტომ კი არა რომ რისკი აირიდო. ეს ასევე გეუბნება რა ნიჭი არის შენთვის ადვილად მისაწვდომი. რა უნარები გაქვს აქვე შენ ხელთ, რომელიც ადვილი გასააქტიურებელია თუ ჯერ არ არის გააქტიურებული ცხოვრებაში. დეფლექსირებულ ადამიანს ვინაიდან აი ნახეთ მე რას ვაკეთებდი როცა ვდეფლექსირებდი, წიგნებს ვკითხულობდი, ფილმებს უყურებდი, ძივებს ვკინძავდი, მეგობრებს ველაპარაკებოდი და მხიარულობდი, ნახეთ, აქ ცოტა ხასიათის ჭვივის. ანუ დეფლექსირებულ ადამიანს შეუძლია, რომ იყოს კრეატიული. შეუძლია, რომ წარმოსახვით სამყაროში გავიდეს და ეს წარმოსახვები შეიძლება პირიქით შემოიტანოს ამ სამყაროში, ანუ განახორციელოს როგორც კრეატივი და ასევე დეფლექსირებულ ადამიანს შეუძლია ძალიან მაგრად მართოს თავისი ფოკუსი. იმიტომ რომ თუ მე შემიძლია ფოკუსი გავთიშო, ეს ნიშნავს რომ შემიძლია ჩავრთო. და მინდა გითხრათ, რომ ბავშვობაშივე, როცა ეს ჩემი დეფლექსია ყალიბდებოდა, რაღაც მომენტებში ისეთი კონცენტრაციის უნარი მქონდა, რომ დღემდე აი რაღაც მოგონებები არის 3-4-5 წლის ასაკის, რომ აი დეტალებში მახსოვს რა მოხდა, ზუსტად მახსოვს ვის როგორი სახე ქონდა, ვინ როგორი ტონით რა მითხრა, ნახე ფოკუსი რა მაღალია. ანუ დეფლექსირებული ადამიანი ერთის მხრივ აიგნორებს რაღაცებს და მეორეს მხრივ აქვს ძალიან დიდი ფოკუსირების უნარი. ეს არის ეს დაცვის მექანიზმი აი ამაზეც მეტყველებს. ანუ ძალიან პატარა წახმარება შეიძლება დაჭირდეს ადამიანს, ვინც აღმოაჩენს ამ დაცვის მექანიზმს, რომ თავისი, ასე ვთქვათ, ცნობიერად უკვე. იმიტომ რომ ეს ისევ არაცნობიერი ნიჭია, ნახე, ამ დაცვის მექანიზმის მეორე კრეატიული მხარე, რომელიც ასევე არ ცნობიერდება და ადამიანმა არ იცის ჯიბეში რა, ასე ვთქვათ, ჯოკერი უდევს. არ იცის ეს და თავისით ეხა რაღაცებში ვლინდება, ჩემთანაც ასე იყო. აი მაგალითად კონსერვატორიაში როცა ვსწავლობდი და რაღაც ნორმატივებს რო ვასრულებდი, იქ ხო, იქ სპორტივით არის ეს. უნდა დაუკრა, არ ვიცი, 2 თვეში ერთხელ კონცერტი, 3 თვეში ერთხელ გამოცდაზე უნდა გახვიდე მოსმენაზე, სადაც გაფასებენ, უნდა დაუკრა ერთი კლასიკური, ერთი თანამედროვე, ერთი ნელი, ერთი ჩქარი, ანუ მთელი ნორმატივებია იქ, რა უნდა გააკეთო და ამებში ვარ რა, ანუ მე დამთავრებული მაქვს კონსერვატორია თბილისშიც და ასევე წეღარო ვახსენე პარიზში ვსწავლობდი თქო, საფრანგეთის მთავრობის სტიპენდია მოვიპოვე როგორც მუსიკოსმა და იქაც კონსერვატორია დავამთავრე პარიზის, ხო და აი იქ ვარ, მოკლედ, არის ერთი ამბავი, აი ეს უნდა დაუკრა, ეს უნდა დაუკრა, ჰაი, ну ძალიან იქ მაღალი რიტმია, ხო, ბუნებრივია. ხო და მაინც ნახეთ, აი გამოსჭვივა რა. აი ვერ დაიმალება ეს საკუთარი თავი და რაღაცა კლიპის იდეა გამიჩნდა დებიუსის ნაწარმოებზე.
ჩამოვედი თბილისში დასასვენებლად და მეგობრებს დაუძახე, ალბათ ახსოვთ და ჩემს სახლის ეზოში მოვიტანე სუროები, ვაკის პარკში მოვჭერი სუროს ისინი, ტოტები გავსხალითან. მოვიტანე ჩამოვკიდე სუროები თოკზე, თოკი გავჭიმე და აი როგორც კედელი ისე იყო რა, კედელზე რო ავა სუროები, აი ძალიან ლამაზი გარემო, იქ ესენი ყველას ნაცრისფერი კაბა ჩავაცვი, რაღაცები დავდგეთ, ისინი ესენი გავაკეთეთ, მე უკრავდი დებიუსის სირინგს, ესენი იყვნენ ნიმფები, მე რაღაც ელვა და ჭექაქუხილი გადავიღე, ავკინძე ეს ყველაფერი და ეს კლიპი გავაკეთე, მოკეთ და ეხაც YouTube-ზე დევს. ანუ ნახეთ, მიუხედავად იმისა, რომ დაიგნორებული იყო, მე რა მაინტერესებს და მუსიკაში და ეხლა უკვე ზუსტად ვიცი რა მაინტერესებს მე მუსიკაში. მე მაშინ მივუყვებოდი მხოლოდ დინებას, რომ აი რა არის მოთხოვნა და აჰა მოთხოვნას ვაკმაყოფილებ და მორჩა. და ეხლა მე ზუსტად ვიცი რამე და მე მუსიკაში შემოქმედება მაინტერესებს, ახლის შექმნა. და ამან თავისით ესე გამოჟონა, გავაკეთე ეს კლიპი გასართობად და გავანებე თავი. მაგრამ მინდა გითხრათ, რომ დღეს რასაც Everyway-ში ვაკეთებ, აი ყველაფერი, რასაც Everyway-ში ვაკეთებ, აი მაგ მეს გაკეთებულია, ვინც გამოჟონა მაშინ იქ და იმჟამად გაუცნობიერებლად. რომ მე შემოქმედება მაინტერესებს. სხვა შორის მაშინდელი ძალებით ეხა რა კამერაც ქონდა და ისა, დღემდე შეიძლება ყურებადი არის ეგ კლიპი და გაგიზიარებთ მე ვისაც გაინტერესებთ, გამოგიგზავნით ლინკს. ხო, ჩემივე დაკვირვადებს, რა თქმა უნდა, როგორც მუსიკა. ხო. ასე რომ ნახეთ, ესე იგი დაცვის მექანიზმის გაცნობიერება და მისი დამუშავება და ნახეთ ფსიქოშემეცნებით კურსზე 10 შეხვედრა ხოა. სულ ადამიანებს აქვთ ძირითადად 7 ყველაზე მკაფიო დაცვის მექანიზმი. თითო შეხვედრაზე თითოს განვიხილავთ, როგორც თეორიულად, ისე პრაქტიკულად, რომ აღმოაჩინო როდის აკეთებ, იმიტომ რომ 7-ვეს ყველა ვიყენებთ, მაგრამ ერთ-ერთი მერე გამოირკვევა, რომ არის წამყვანი ადამიანისთვის, გააჩნია ვინ რას იყენებს წამყვანად და მათი პრაქტიკული დამუშავება მოხდება ადგილზე. ანუ მე დაგეხმარებით, იქ და ჯგუფიც და ერთმანეთს ეხმარება საერთოდ ადამიანების ყოფნა, იმიტომ რომ მე რაც მაქვს, სხვას არ აქვს და იმას რაც აქვს, მე არ მაქვს. და ამიტომ ჩვენ ერთმანეთს ვეხმარებით, სარკეები ვხდებით. რომ ერთმანეთი, აი, თქვათ, ვიღაცას თუ დეფლექსია აქვს, მეორე სხვას აქვს პროექცია, მესამეს აქვს, არ ვიცი, რეტროფლექსია, ესენი ერთმანეთს შავ წერტილებს უსებენ. იმ ადგილებს აჩვენებენ ერთმანეთს, რა ადგილიც იქით არ მუშაობს. ნახეთ, ხო? აი, სადაც, ამიტომ ჩვენ ძალიან ისა ვართ ერთმანეთისთვის სასარგებლო ტიპები რა. ხო და აი ესე მოხდება იმ პირველ შეხვედრაზე თითოეული დაცვის მექანიზმი დამუშავდება პრაქტიკულად ყველა აღმოაჩენს თავის თავში ყველას დილამშვიდობის ბელა და მე გადალახვის თავის საკუთარ უნიკალურ მეთოდს იპოვის ჯგუფთან ერთად და მე ბოლო 3 შეხვედრა არის შინაგანი მშობელი, შინაგანი ბავშვი და პიროვნული მე. იმიტომ რომ ამ 3 ფუნქციის კარგად გაცნობიერება და აღქმა ასევე აფართოვებს ჩვენს უნარებს, რომ ვიყოთ ცნობიერებაში და არა მექანიკაში, რეაქციაში, არაცნობიერში, ქვეცნობიერში, რაღაც ბუნდოვანებაში და ასე შემდეგ. იმიტომ რომ ეს 3 სტრუქტურა არის ადამიანში და ეს 3 განაპირობებს იმას, როგორ ფუნქციონირებ. აი მაგალითად, თუ შინაგანი მშობელი კრიტიკოსია და გამუდმებით გაკრიტიკებს, ხო ის გაგაჩერებს. თუ შინაგანი ბავშვი დათრგუნულია, მაშინ სიმპტომები წამოვა. იმიტომ რომ იმას სიცოცხლის სიხარული და სიცოცხლის უნარი აქვს შინაგან ბავშვს, მაგრამ ეს ყველაფერი ხდება, ამათი გაძლიერება, დასუსტება და ასე შემდეგ იმის გამო, რომ პიროვნული მეს საზღვრები არ არის ძლიერი. ამიტომაც დასკვნითი სულ ბოლო მე-10 შეხვედრა პიროვნულ მეს ეძღვნება. იმიტომ რომ პიროვნული მე არის ის, ვინც არჩევანს აკეთებს, ის, ვინც აკვირდება შინაგან მშობელს, შინაგან ბავშვს, გარე სამყაროს, ვისაც აქვს უნარი, რომ გაიზარდოს და გაფართოვდეს. ვისაც აქვს ასევე უნარი, რომ ეს თავის შინაგანი სამყარო დაალაგოს. ანუ მოქმედი პირია რა, ასე ვთქვათ, პროტაგონისტი საკუთარ ფსიქიკურ რეალობაში. ხო, და ამის გაძლიერებაც, რა თქმა უნდა, მე-10 შეხვედრაზე მოხდება. თან მინდა გითხრათ, რომ ეს ყველაფერი ესე კი არ ხდება, რომ ლაპარაკით. ეხლა
ალბათ განცდა რომ თვითონ ეხლა რაც ვისაუბრე ესეც რა თქმა უნდა დამხმარეა ცხოვრებაში და ჯერა რომ რაღაც ინსაიტები ზოგან მოიტანა მსმენელებში მაგრამ აი როდესაც პრაქტიკულად მიდის ამ ყველაფრის დამუშავება იქ კიდე ეს თეორია და ლაპარაკი მეორე ხარისხოვანია აი რაღაცა სხვა ლეველზე რაღაც სხეულებრივ დონეზე მოდის ახალი გამოცდილება რაც ჩვენ ვიცით რომ ნეირონულად იწვევს პირდაპირ ცვლილებებს ხო ახალი გამოცდილებები ამიტომაც ყველას გირჩევთ რომ ჩაეწეროთ ფსიქოშემეცნებით კურსს, ესე იგი რა გამოდის რომ პირველი რისკებს აირიდებთ რომ თქვენმა დაცვის მექანიზმმა ზოგჯერ ზედმეტი არ ხდეს და რაღაც ნიშნულოვან სიტუაციაში რისკი არ შექმნას თქვენ ცხოვრებაში. მეორე აირიდებთ იმას რომ რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი რაც გინდათ ცხოვრებაში ის არ დარჩეს მიღმა თქვენს მიღმა იმიტომ ყველა დაცვის მექანიზმი ჯამში სხვადასხვა სტრატეგიით აი ამებს აკეთებს ერთი რისკს ქმნის მეორე ის ბედნიერება და სიხარული რაც აქვე მაგიდაზე შეიძლება დევს არ ჩანს ზოგჯერ დაიგნორებით ზოგჯერ დევალუაციით უყურებ და არ ვარ არაფერთ ესე აკეთებ. ან ზოგჯერ გინდა ეს ყველაფერი, მაგრამ იცი რომ ეს არ უნდა გააკეთო, იმიტომ რომ ეს მოხდება, ის მოხდება და ამიტომ ჩერდები. ან იმიტომ რომ გჯერა რომ როდესაც ამას გააკეთებ ეს სირცხვილია და სამარცხვინოა რომ საკუთარ სურვილებს მოусმინო. ან შეიძლება იმიტომ რომ თავს იკავებ და სანამ ესე იგი ამ ყველაფერს განიხილავ რაც დაინახე რომ აი თქვათ მინდა არ ვიცი მინდა ფუნჯით რაღაც დავხატო და დაიწყება ეხლა ფიქრო დავხატო თუ არ დავხატო ესე დავხატო თუ ისე დავხატო ნახეთ ეხლა მე აღწერ სხვადასხვა დაცვის მექანიზმებს და სანამ ფიქრობს ადამიანი რომ ეს ვქნა ის ვქნა ის ვქნა გაიარა იმ ხატვის მომენტმა ჩაიარა და დარჩა ფრუსტრირებული ეს მეორე ანუ სასურველი რაღაცის ვერ გაკეთება და მესამე საკუთარი ნიჭის ვერ აღმოჩენა. ადვილი ნიჭის რა, იმ ნიჭის კი არა, რომელსაც ჩვენში ყველაში უდიდესი პოტენციალია, რაც საკუთარ თავზე მუშაობით ამოხეთქავს, მაგრამ არის რაღაცები, რაც გვიადვილდება ცხოვრებაში და ის ადვილი რაღაცები არის ზუსტად მიბმული დაცვის მექანიზმს, იმიტომ რომ დაცვის მექანიზმი ავტომატურად მუშაობს, ნახე, არ ჭირდება წვალება იმას ჩემთვის, რომ მე გავიცინო პრობლემებზე. საერთოდ არ წვალობ მანდ. ამიტომაც ჩემთვის ძალიან ადვილია, რომ იუმორი გამოვამშხავნო. ნახე? ორი მხარე აქვს ისე ხო მედალს. ამიტომ თითოეულ დაცვის მექანიზმს აქვს აი ეს მეორე მხარეც, რომელიც ასევე აღმოსაჩენია. ეხლა წარმოიდგინეთ ცხოვრება, როდესაც პირველი რისკი გაქვს უფრო ნაკლები, რომ რაღაც შარში გაეხვე, მეორე რაც ქსიამოვნებს იმის გაკეთების ალბათობა გაქვს ბევრად მეტი, რომ კმაყოფილი იყო ცხოვრებით და მესამე იცი შენი მარტივი ნიჭი რომელია. აი ამას გთავაზობ ფსიქოშემეცნებით კურსზე, რომელიც ჯამში ღირს 800 ლარი, ერთიანი გადახდით 700, თითო შეხვედრა 80 ლარი და 3 საათი გრძელდება. სულ 10 შეხვედრაა. გელოდები არ გადადო. მე ჩემ თავს მხოლოდ იმას გირჩევთ, რასაც ჩემ თავს ურჩევდი. მინდა ჩემთვის რომ ეს ვინმეს ესწავლებინა 20 წლის ასაკში, ძალიან მადლობელი ვიქნებოდი პირობითად და მით უმეტეს 30, 40, 50 და 60 წლის ასაკში ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია უკვე რომ ადამიანმა ეს ყველაფერი ისწავლოს. გელოდებით.